დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამწმენით გაძლიერების და ბოროტების ძლევის დღე. დღეს ასევე ვარდების რევოლუციიდან 19 წელიწადი გავიდა. დღიდან, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა. დღეს არის დღე, როდესაც უბრალოდ ტერიტორიად ქცეული ქვეყანა, სადაც კრიმინალების თარეში კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს. ქართულ რეფორმებზე ალაპარაკდა მსოფლიო. მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა. სწორედ ეს ვერაპატია მას რუსული იმპერიალიზმით შეპყრობილმა ტერორისტულმა სახელმწიფომ. და სწორედ ამიტომ რუსული ოცნების პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე. 2002 წელს იყო სიბნელე და ყველას გვახსოვს ეს მტკინვეული პერიოდი. და ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგტოვოს ისტორიის ბნელ ხარეს. თუმცა გვახსოვდეს, რაც უფრო გრძელია ღამე, მით უფრო ახლოსაა კანთიადი. გაგვიმარჯვია ჩვენ ღირსებით და სიმართლით და გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით. არ არსებობს გამარჯვებისკენ მიმავალი მოკლე ან გრძელი გზა. არსებობს მხოლოდ ღირსეული გზა და ღირსეული გამარჯვება. გილოცავთ 23 ნოემბერს.